კიდე ერთ ამბავს გავიხსენე. მე ჩემი დიშვილი ელენე, ჩემი გაზრდილია, ყველამ კარგად იცით ეს და მასთან ერთად ყოველ წელს დავდიოდი ზღვაზე. მაგრამ ზღვაზე რას ვაკეთებდით იცი? ვცდილობდით, რომ სახლი ზღვის ნაპირას ახლოს ყოფილიყო, რომ მე ბევრი არა. პირველი სართული ყოფილიყო, რომ მე ბევრი საფეხური არ ამევლო და ყოველთვის ვცდილობდით, რომ ეს ყველაფერი მოგვეგვარებინა, რომ მე ბავშვი წამეყვანა დასასვენებლად. მე ვტიროდი მაშინ ისე მტკიოდა ფეხები. მე ეხლა უარეს დღეში ვარ, ელენე იყო ჩამოსული ჩემთან სტუმრად და მამა და ვერ ვიარე მე მათთან ერთად. ავდექი და ნემსები გავიკეთე, რომ ბლოკი UN-12 გავიკეთე, რომ მე მათთან ერთად მევლო ფეხით მესეირნა მათთან ერთად და ქალაქი დამეთვალიერებიო. ჩავარდები ჩემ დღეში. ნუ გაიმეორებ ჩემ შეცდომას. ადექი შენ თავს მიხედე, შენ თავს დაუდმე დრო. სულ ძალიან ცოტა ხანი უნდა ამ ყველაფერს. თითის წვერებზე აიწიე. რომელსაც მამამ სულ მაგას მეუნებოდა იმოძრავე, არა, მე უნდა წოლილიყავ. ვერაფერი შედეგი ვერ მივიღე წოლისგან და მე დარწმუნებული ვარ, ჩემი ამ აქტივობებით მე შევძლებ და მე თუ შევძლებ, შენ შეძლებ. იმან ხო შეძლო, ვიღაცამ ხო შეძლო ეს ყველაფერი. ჩვენც უნდა შევძლებ. ადექი გააკეთე, წუთ ნახევარი გააკეთე რაღაცა, ხელი გაანძრე, სამსახურში ცოტა ფეხით გაიარე. ყველაფერი მესმის. შენი თავი ჩვენი თავი უნდა შევიყვაროთ, შენი თავი უნდა შეიყვარო. ეტლში ჩავჯდებით მალე. კი ბატონო, ყავს მყვა, მეც მყავს რომ მომხადოს ვიღაცა, მაგრამ რატომ მე ცხოვრება მინდა? ცხოვრება მინდა, იცი როგორი ცხოვრება მინდა, რომ არაფერი არ მტკიოდეს და მე შემიძლია. ან ისეთი ტკივილი მტკიოდეს, რომ იმ ტკივილს უძლებდი და ეხლა ამ ტკივილს ვერ ვუძლებ. იმიტომ რომ მე სამსახურ თვეში 200 საათი ვზივარ და მე მოვდივარ და მეძინა. ვიწექი ვერ დგებოდი ლოგინიდან და თავს ვიმართლებდი, რომ აი არ შემიძლია. ეხლა შენ ხო ეგეთი წერილებს მწერ, რომ არ შეგიძლია. მე თუ შევძელი 12 დღეა უკვე რაღაცას ვაკეთებ. შენც ხო შეგიძლია გააკეთო. დაიწყე მცირედით, დაიწყე წუთ ნახევარი ჩვენზე თავზე ფიქრი. ყველაფერი გამოგვივა ერთად. ადექი მიდი და დავიწყოთ ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყოთ.